საქართველოს კულინარიულ პოტენციალს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესსა და გამოფენაზე ესპანეთის დედაქალაქში გაეცნენ. მრავალრიცხოვან სტუმრებს, მათ შორის სფეროს პროფესიონალებს, ქართული გემოები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართველ შეფ-მზარეულებთან ერთად წარუდგინა. სალომე შანშიაშვილის სიუჟეტი. ჩვენი ძირი ესა. აქედან მიწყდა. Madrid Fusion 2026-ის სტუმრებს ქართველი შეფ-მზარეულები უყვებიან, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული სამზარეულო ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსოფლიოს ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე კულინარიის საერთაშორისო ექსპერტებს ჩვენი ტრადიციული კერძები უკვე მესამედ გააცნეს. პირველ წელს ჯერ მაინც ხალხი არ გვიცნობდა. ეხლა წელს რო დაინახავენ, აი იქიდან საქართველოს ყველა მოდის, ძალიან დიდი პროგრესია ხდება. 3 წელში და 4 წელში კიდე, ხო? მივალთ იქამდე, რომ არა მარტო ტრადიციაზე დამდგარი ქართული სამზარეულო იქნება თანამედროვე, როგორც აქტუალური სამზარეულო. ესპანეთი ასე ვთქვათ, ძალიან დაინტერესებული არის ქართული ტურიზმით, ქართული გასტრონომიით და ქართული სტუმართმასპინძლობით. ზუსტად ვიცი, რომ ახლო მომავალში ესპანური აუდიტორია იქნება საქართველოში სტუმრად. უკვე არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ქართული გასტრონომია პოპულარულია და ეს ზრდის, რა თქმა უნდა, ქართულ გასტროტურიზმს. გასტროკონგრესზე მადრიდში ქართული კერძები და ცხადია ღვინო ღირსეულად წარმოჩენდა კულინარიით განთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა მაგალითად იტალია, საფრანგეთი და თავად ღონისძიების მასპინძელი ესპანეთი. ესპანელებს შორის ჩვენი სამზარეულოს პოპულარობას ქვეყანაში ქართული რესტორნების სიმრავლეც ადასტურებს. ქართული სამზარეულო მადრიდში მდებარე ქართული რესტორნების საშუალებით გავიცანი. საქართველოში ჯერ არ ყოფილვარ, მაგრამ მოუთმელად ველოდებით, როდის წავალთ და გავეცნობით ქართულ კულტურას. საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. აქ Madrid Fusion-ის გასტრო გამოფენაზე ქართული სტენდი მართლაც გამორჩეულია და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, რადგან ძალიან მომწონს თქვენი ღვინოები და კერძები. გასტრონომიულ ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნიდან 26,000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა, რაც ქართული გასტროტურიზმის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენ მუდმივად მონაწილეობთ ქართული სტენდით, ეროვნული კერძებით, იმისთვის რომ საქართველოს პოზიციონირებდა როგორც ქვეყანა, სადაც აუცილებელია მოგზაურობა და სადაც განსხვავებული გემოებია. მასშტაბურ საერთაშორისო გასტროკონგრესში სხვადასხვა ქვეყნის 2,000-მდე პროფესიონალი მონაწილეობდა. Madrid Fusion კულტურათშორისი დიალოგის, საქმიანი კავშირების დამყარების, გამოცდილებისა და იდეების გაცვლის 23 წლიან ისტორიას ითვლის.